შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. სტუმრად მოწაფესთან მერვე საქართველო განუხრელად მიექანება ბოლშევიზმისაკენ კაუტსკი. კორნელი გატაცებით მუშაობდა მოთხრობა შამქორზე. დამატებითი მასალები მას მიაწოდეს მახათაძემ, კარპოვმა, კრუგლოვმა, მემანქანე მენჟევაძემ და შამქორის ამბების სხვა მონაწილეებმა. მაგრამ ის ამბები, რომლებიც მაშინ საქართველოში და მის გარეთაც ხდებოდა, საშუალებას არ აძლევდნენ კორნელის მუშაობაზე მთელი თავის გულისყური გადაეტანა. წითელმა არმიამ პერეკოპის გამაგრებული პოზიციები აიღო, ყირიმში შეიჭრა და ვრანგელის ჯარები დაარბია. სომეხმა ხალხმა ბოლო მოუღო დაშნაკების ბატონობას. ერევანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. შიშითა და შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს საქართველოს ხელისუფალნი, რა ზეიმით ეგებებოდა ხალხი წითელი არმიის ყოველ გამარჯვებას. როგორ იზრდებოდა ხალხის სიმპათიები საბჭოთა რუსეთისადმი. ჟორდანიას მთავრობამ ევროპაში საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი აფრინა. სანამ გეგეჭკორი სამხედრო და ეკონომიური დახმარების მიღებისათვის ვილსონთან, ბრიანთან და ლოიდ ჯორჯთან აუდიენციას ეღირსებოდა, საქართველოს სამეურნეო ცხოვრება თლად მოიშალა. მხოლოდ ინგლისის ერთმა უმნიშვნელო ფირმამ მისცა საქართველოს სესხად 150,000 სტერლინგი. ეს თანხა 1 წვეთი იყო გაჭირვების ზღვაში. ჟორდანია იძულებული გახდა ეკონომიურ თათბირზე განეცხადებინა, ჩვენ უკვე მივედით ნამდვილ ეკონომიურ კატასტროფამდე. არანაკლები სავალალო მდგომარეობა ჰქონდათ მენშევიკებს სამხედრო ძალების დარგშიც. საბჭოთა აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარმა შეტაკებებმა მენშევიკები აშკარად დაარწმუნა იმაში, რომ ქართველი ჯარისკაცი საბჭოთა რუსეთის ჯარისკაცის წინააღმდეგ არ იბრძოლებდა. მენშევიკების საიმედო სახალხო გვარდიაშიც კი ფეხი მოიკიდა ბოლშევიკურმა გავლენამ და ახლა გვარდიელები ჯგუფ-ჯგუფად სტოვებდნენ თავიანთ ნაწილებს. არასოდეს ამ 3 წლის განმავლობაში ასეთი ხელსაყრელი პირობები არ ყოფილა მენშევიკური ხელისუფლების დამხობისათვის, როგორც ახლა. როდესაც ანტანტის სახელმწიფოებისაგან სამხედრო და ეკონომიური დახმარების იმედი ამაო აღმოჩნდა, ჟორდანია რამიშვილის მთავრობამ მეორე ინტერნაციონალის და მისი მამა მთავრის კაუტსკის კალთებს მოეჭიდა. თბილისში მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის წევრებს მოელოდნენ. ჟორდანიას მთავრობა ზარზეიმით მიეგება მათ და საპატივცემულო სტუმრებს საოპერო თეატრში საზეიმო შეხვედრა გაუმართა. ჟორდანიამ, ჩხეიძემ, წერეთელმა, მოგველაძემ და სხვებმა უზომო ხოტბა შეასხეს მაკდონალდს, სნოუდენს, ვანდერველდეს, ტომას შოუს, დებრიუკერს, ინგელსსა და სხვებს.
უცხოელ სტუმრებს განსაკუთრებით მოეწონათ პლატონ მოგველაძის მიერ გერმანულად წარმოთქმული სიტყვა, რომელიც სავსე იყო საქართველოს წარსულის, ევროპული კულტურის ქებით, ხოლო კომუნისტებისა და საბჭოთა რუსეთისადმი მტრული გამოხდომებით. შავ ფრაკში გამოწყობილი, ჩასუქებული, ბელანჟე მოშვებული სათვალიანი ზორბა კაცი ემილ ვან დერ ველდე სავარძლიდან წამოიჭრა და ახტაცებით დასცხო ტაში. ქეჩო ჩასუქებული ეს ვაჭრის შვილი, ვექილი, მერმე ბელგიის იუსტიციის მინისტრი და მეფე ალბერტის მეგობარი, ცნობილი იყო რევოლუციის ზაგებით, იაფფასიანი ოქროპირობით, ცრუ პათოსით და არტისტული პოზებით. ალბათ ამიტომ მისცა მან დიდი შეფასება მოგველაძეს, მის განათლებას და ორატორულ ნიჭს, რამაც მოგველაძეს აქციები ქართულ საზოგადოებაში კიდევ უფრო გაზარდა. ხალხი გარს ეხვეოდა მოგველაძეს და გამარჯვებას ულოცავდა. ახტაცებულმა ესტატე მაყაშვილმა გადაწყვიტა პლატონისათვის ვახშამი გაემართა და ნადიმზე მეგობარი ვექილები მიეპატიჟნა. ამ უფულობისა და გაჭირვების დროს ნადიმების გადახდა ვის გაუგონია. წინააღმდეგობა გაუწია ვარდომ. ბატონო, ფული წაიღე, შესთავაზა ქმარმა და ყურადღება არ მიაქცია მის წუწუნს. ფული რაჭირად მინდა, სულ ერთია ბაზარში არაფერი არ იშოვება, ჯიუტობდა ვარდო. შენი ვერაფერი გამიგია, მიუგო ქმარმა. აკი წუწუნით გული გამიწყალე, პლატონ მოგველაძემ და ფილიმონ ერისთავმა ჩვენსა სიარული შეწყვიტეს. ერთობ მომენატრნენ და ვახშამზე მოვიპატიჟოთო. ახლა პლატონმა მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის წინაშე წარმოთქმული სიტყვით საქვეყნოდ გვასახელა და ნუ თუ პატივი არ უნდა ვცეთ ამ კაცს. პლატონზე და ფილიმონ ერისთავზე არ მოგახსენებდი, შეკაცო. პლატონი იქნებ ნინოს ბედი შეიქნეს, მაგრამ რა ბედი? პლატონი და ნინო დუმილს განაგრძობენ. ჩვენც პირში წყალი დაგვიგუბებია და განა საქმე ასე მოგვარდება. დანამდვილებით ვიცი, რომ ნინოს ჯერ კიდევ არ ამოუღია გულიდან კორნელისადმი სიყვარული. თუ ასეა ჩვენი ქალი უთუოდ გაგიჟებულა. სწორედ ამიტომ უნდა დავაჩქაროთ საქმე. ამ დროს დერეფანში ფეხის ხმა შემოესმათ. ესტატემ ტუჩზე ხელი მიიფარა. ოთახში ლურჯ პიჯაკში გამოწყობილი ნინო შემოვიდა, მამას გაუღიმა და ჰკითხა. მამა, შეიძლება ჩემი ამხანაგები მოვიწვიო ვახშამზე? ვინ ამხანაგები? თამარ ქარელიძე, მაყვალა ყანჩაველი, მიტო ამირეჯიბი, ზურაბ ზაალიშვილი, კუკური ზარანდია და მისი დაი მარიკა. ვარდოს ცეცხლი შემოენთო. გაგიჟდი? იზღა გვაკლია, მიტო ჩიკვაიძესაც დაუძახოთ. ვარდოს კორნელის დასახელებაც უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა და აუხსნა. არა, შვილო, დღეს მეტად პატივცემული პირები, მხოლოდ მამაშენის მეგობრები მოვლენ ჩვენსა. ასეა ყოველთვის. არც ერთი ამხანაგი ჩვენსას არ ყოფილა. რატომ არ გინდათ ისინი დღეს რომ მოვიდნენ? როგორ არ გესმის, შვილო, მამაშენი ახლა მინისტრია და ყველას არ აქვს უფლება ჩვენ სახლში მოსვლისა და ჩვენ სუფრაზე ჯდომისა. ჯერ ერთი, მამაჩემი მინისტრი კი არა, მინისტრის მოადგილეა და მეორეც, სად გაგონილა, უბრალო მოკვდავებს აკრძალული ჰქონდეთ მინისტრების სახლში მისვლა. შენ მართალი ხარ. ჩაერია ლაპარაკში ოდნავ დარცხვენილი ესტატე. არავის არ აქვს აკრძალული მინისტრების სახლში მისვლა, მინისტრის მოადგილესთანაც. მაგრამ სასურველია მათ ოჯახებში ისეთი პირები დაიარებოდნენ, რომელიც სახელმწიფოს მიერ მოწონებული და პოლიტიკურად საიმედონი არიან.
განა შეცდომა არ დაუშვით ჩვენ, როდესაც კორნელი ჩავისახლეთ. მასთან მარტო ჩიკვაიძე და სხვა არასაიმედონიც დაიარებოდნენ. შენ მეგობრობდი კიდეც კორნელისთან. შენ გონია ყოველივე ამან ჩვენს ოჯახს ჩრდილი არ მიაყენა? მიუგო მამამ და ისე გაიბღინძა, თითქო ვანდერველდე ყოფილიყოს. დედამაც ამაყი ზვიადი გამომეტყველება მიიღო და შვილს უთხრა: აღარ შენ შექმერის ბიჭბუჭებთან და სტუდენტებთან ხეტიალი. შენც შენი შესაფერი წარჩინებული ადამიანები უნდა ეძიო. არა, მე სტუდენტი ვარ და სტუდენტებთან უნდა ვიმეგობრო. მინისტრი და სენატორები სრულიად არ მაინტერესებენ. არც თქვენი ვანდერველდე. ვანდერველდე ახლა ყველას პირზე ეკერა. ვარდო ქმრის მაგივრად გაბრაზდა. აი ხომ ხედავ თანამედროვე ჩვენი სტუდენტობის გამოძახილს. ბოლშევიკური აგიტაცია ყველგან იჭრება. იგი მალე ჩვენ სახლში შემოდგამს ფეხს, არ გრცხვენია? ჩახქოლა შვილი დედამ. მამას რომ ასე აგდებულად ელაპარაკები. მერმე ქმარს ამაყად უთხრა: მოდი ესტატე, ვანდერველდეც მივიპატიჟოთ. ეს უკვე მეტისმეტია. ესტატე შერცხვა და თავი ჩაჰკიდა. ესტატე მაყაშვილის მიერ გამართულ წვეულებაზე ყველაზე ადრე პლატონ მოგველაძე და მისი დამშეული მეგობრები, პოეტი რაფაელ ახვლედიანი, ლეონარდო ტაბადაძე და თეოფილ გოთუა გამოცხადდნენ. მერმე სენატორები დადვაძე, ხოჭოლავა, გენერალი ჩიჯავაძე, ჯიბო მაყაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქარცივაძე, ჟურნალისტები გოდებანიძე, ქადაგიშვილი, მსახიობი ვანო სარაჯიშვილი, პროფესორი ერისთავი ცოლითურთ. ყურადღების ცენტრში კვლავ პლატონ მოგველაძე იყო. იგი სტუმრებით გარშემორტყმული შუა დარბაზში იდგა. სტუმრები აქებდნენ მოგველაძეს, მის სიტყვას, რომელმაც ვანდერველდეც კი აღტაცებაში მოიყვანა. მოგველაძემ ქება შეიფერა და ურცხვად განაცხადა: ჩემი სიტყვა სონეტი ვიჩღერდა. ჩვენ სოციალისტებს არ ასჯერათ პოეტები რომ ბრძენი ხალხია. პოლიტიკაში კარგად ერკვევიან და სახელმწიფოს მართვაც შეუძლიათ. დაიკვეხნა რაფაელ ახვლედიანმა. რა დალაგებული სახელმწიფო იქნებოდა? დაგესლა თეოფილ გოთუამ. მოგველაძემ მრისხანედ გადახედა მას. რაფაელმა გოთუას უჩურჩულა. ის არაკმარა დაუპატიჟებლად რომ შემოძვერი მაყაშვილის სალონში და ხალხში გაიარე. ახლა აქაც ბალაგანის გამართვას აპირებ? ვინი ფურთხებია სალონებისათვის? მიუგო მოუსვენარმა კონდრის კაცმა გოთუამ. გაჩუმდი თორემ ფანჯრიდან გადაგისვრი. დატუქსა ახვლედიანმა. აბა სინჯე. პოეტები ყვინჩილებივით აიქოჩრნენ. მაგრამ ამ დროს სტუმრების ყურადღება დარბაზში შემოსულმა ესტატემ მიიპყრო. დაინახეთ, მიმართა მან პლატონს, როგორ წამოიჭრა ვანდერველდე და რა აღტაცებით გიკრავდათ ტაშს. სხვა რა გზა ჰქონდა, მთელი დარბაზი ხელში დავიჭირე. მიუგო პლატონმა, გაშლილი ხელი ჰაერში გაიქნია და მერმე თითები შეკუმშა. თითქოს საოპერო თეატრის დარბაზი მართლაც ხელში დაეჭირაო. ოქროპირობაში პლატონის მეტოქე, შავწვერა და შავსათვალიანი კაცი ერემო გოდებანიძე შურით გაფითრდა, განზე მიდგა, ხელები უკან დაილაგა, თავი მაღლა ასწია. დარბაზის გაჩირაღნებულ ჭაღს მიაშტერდა, თითქო ჭაღის გარდა ვერაფერს ხედავს, არაფერი აინტერესებს და არაფერი ესმისო. დადუმებული, ფერწასული და გამხდარი კაცი ადამიანის ჩონჩხს გავდა. ვანდერველდე,
კმაყოფილი ღიმილით იმეორებდა ქარცივაძე. ხუმრობა საქმე ხომ არ არის მეორე ინტერნაციონალის ბელადების ჩამოსვლა საქართველოში. ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა მალე შეიცვლება. ფრიად მნიშვნელოვანი ამბავია, დაეთანხმა მას ქადაგიშვილი. ამბობენ მალე კაუცკიც ჩამოვაო. ჟორდანიამ მოულოდნელი სვლა გააკეთა. ჩვენი ბოლშევიკები გაოგნებული არიან. მისი ჩამოსვლა ჩვენ სასარგებლოდ მომართავს უთუოდ ევროპის საზოგადოებრივ აზრს, განაცხადა პლატონმა. მარტო საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია სარგებლობას ვერ მოგვიტანს, თუკი მას სამხედრო და ფინანსური დახმარება არ მოჰყვა, შენიშნა ესტატემ. როგორი მდგომარეობაა დღეს? ბოლშევიკების წითელმა არმიამ გაანადგურა პოლსუცკის ჯარები, ვრანგელი ზღვაში გადააგდო, აზერბაიჯანი და სომხეთი გააწითლა. ახლა ჯერი საქართველოზე მიდგა. მდგომარეობა მეტად სახიფათოა. მეორე ინტერნაციონალი უთუოდ აიძულებს ევროპას რეალური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს, იმედოვნებდა ქარცივაძე. ვეჭვობ, მოუჭრა ესტატემ. რათა? ჰკითხა ქარცივაძემ. მეორე ინტერნაციონალის და ერთა ლიგის იმედი ნუ გაქვთ ხალხნო, დაიწყო ესტატემ. აკი ჟენევაში ამას წინათ ერთა ლიგის სხდომაზე, რომელსაც ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის და სხვა ერების წარმომადგენლები დაესწრნენ, დაადგინეს, რომ თუ გარედან საქართველოს ვინმე თავს დაესხა, ერთა ლიგის დროშებით მოქმედი ვერცერთი სახელმწიფო მას ვერ დაიცავსო. რათა? როგორ? რატო? გაკვირვებით იკითხა მოგველაძემ. იმიტომ რომ საქართველო ჯერ არ არის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დე იურეთ ცნობილი. მანამდე კი ვეჭვობ, რომელიმე სახელმწიფომ სამხედრო ან ფინანსური დახმარება გაგვიწიოს. რა დაგვიანებენ ჩვენს ცნობას? ხელავდა პლატონი. ისი არ გამოვიდეს როგორც ანდაზაშია, განაცხადა გოთუამ. სანამ პავლე მოვიდოდა, პეტრეს ტყავი გააძრესო. პლატონმა ზიზღით შეხედა და უთხრა: ღვარძლიანო, უხამსო, სალახანა. ჩვენ მუდამ გარეშე მტრების უფრო გვეშინოდა ვიდრე შინაურისა. ჩაერია ლაპარაკში სენატორი ხოჭოლავა, მენშევიკურ პარტიაში შექმნილი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერთაგანი. წინათ ჩვენი მდგომარეობა უფრო მყარი და საიმედო იყო. ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა. საშიშროება მოგველის არა იმდენად გარეშე მტრისაგან, რამდენად შიგნით ეკონომიური კრიზისი და შინაპოლიტიკური ბრძოლა ბოლოს მოგვიღებს. მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია, დაეთანხმა დადვაძე ხოჭოლავას. ეკონომიურ და პოლიტიკურ კრიზისს ჩვენში კიდევ ერთი კრიზისი მიემატა, მორალური. ახლა ჩვენში არ გაგონილი მექრთამეობა, მახინაციები, ქურდობა და ყაჩაღობა მძვინვარებს. კაცი ქუჩაში ვერ გამოსულა იმის შიშით, რომ არ გაქურდონ, დანით არ მოკლან. სახელმწიფო ერთთავად ირღვევა. მთავრობა განაგრძობს მთელ რიგ შეცდომების დაშვებას, რომელთა გამოსწორება ახლა მეტად ძნელია. სრულიად დაუსაბუთებელი პესიმიზმია, გააწყვეტინა სენატორს სიტყვა ქარცივაძემ. მე ბოლშევიკი არა ვარ, მაგრამ უნდა განვაცხადო, რომ ფეოდალურ არისტოკრატიასთან, ბურჟუაზიასთან და სპეკულანტებთან მენშევიკების კოალიციის გამო რევოლუციის მონაპოვრისაგან მხოლოდ მყვირალა ფრაზებიღა დარჩა. მიუგო დადვაძემ. ფეოდალური არისტოკრატიის გვერდით სპეკულანტების მოტანა არ მოეწონა ესტატეს.
ატყდა დიდი დავა, მაგრამ ქარცივაძისა და გოდებანიძის გამოკლებით ყველანი აღიარებდნენ, რომ ჟორდანია რამიშვილის მთავრობამ საქართველო დაღუპვის კარამდე მიიყვანა და ამიტომ უნდა გადადგესო. მიუხედავად ამგვარი ლაპარაკისა და დამფუძნებელ კრებაში ასეთივე განცხადებისა, მთავრობა მაინც განაგრძობდა ურჩობას და უცხო ძალის იმედის დაკავებას. ევროპამ თუ არ გვიშველა, საქმე დაღუპულია, განაცხადა გენერალმა ჩიჯავაძემ. სამხედრო სპეციალისტის განცხადებამ ყველას ცივი წყალი გადაასხა. ამჟამად დაიწყო გენერალმა ჯარისკაცთა და ოფიცერთა შორის მთავრობისადმი მტრული განწყობილება სუფევს. ჯარისკაცებში თქვენ ვერ შენიშნავთ არათუ ენთუზიაზმს, არამედ ქვეყნის დაცვის უბრალო სურვილსაც კი. ქრონიკულ სენად იქცა დეზერტირობა. ამას ხელს უწყობს ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გამძვინვარებული ბოლშევიკური პროპაგანდა. სავსებით სწორია, დაუდასტურა ჯიბომ. ჯარში დაწყებულ მღელვარებას ჩვენ მანამდე ვერ მოუღებთ ბოლოს, სანამ ჯარისკაცების ამბოხების მეთაურები არ დავხრიტეთ. საქათალის დაკავების დროს განაგრძობდა გენერალი, მე-6 ლეგიონის ჯარისკაცებმა არ შეასრულეს შეტევის შესახებ ბრძანება, მოაწყვეს მიტინგი, რომელზედაც საბჭოთა ჯარისკაცებს თავიანთ ძმებს უწოდებდნენ. ამ საქმის მოთავე 11-ვე კაცი დახვრეტილი იქნა. მე-7 ლეგიონშიც ცუდი მდგომარეობა შეიქმნა. ამ ლეგიონის ჯარისკაცებმა ვარი განაცხადეს საბჭოთა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაზე. სარდლობა იძულებული გახდა თბილისში ჩამოეყვანა იგი და დაეშალა. საქართველოს არაფერი არ ეშველება მანამდე, სანამ სამხედრო დიქტატურას არ გამოვაცხადებთ. ესტატე და მისი სტუმრები დუმდნენ, მოწყენილი და დაღვრემილი უსხდნენ დიდრულ სუფრას, საჭმელ-სასმელს გასცქეროდნენ, მაგრამ არავინ მას ხელს არ ახლებდა. ისინი ასეთ მდგომარეობიდან პლატონმა გამოიყვანა. მეგობრებო, დრო არის თავი გავანებოთ იერემიადას. კმარა ქართლის ბედის გამო ამდენი გლოვა და ქვითინი. ასეთი ცხოვრება ჯოჯოხეთია, ხოლო მუდამ ჯოჯოხეთში ცხოვრება აუტანელი. მე არ ვფიქრობ ევროპამ მიგვატოვოს. განაცხადა ესტატემ და თამადობა პლატონს მიულოცა. პლატონმა ბიძგი მისცა სუფრას მხიარულებისაკენ. პროფესორმა ფილიმონ ერისთავმა საუცხო ნარნარი რუსულით სიტყვა წარმოთქვა. მან ბერძენი ლირიკოსის ალკეოსის სატრფიალო ლექსი წაიკითხა და თანამესუფრენი შხამიან სინამდვილიდან შორეულ, ეფემერულ და ტკბილ სამყაროში გადაასახლა. პოეტებმა ლექსები წაიკითხეს. სარაჯიშვილმა ნინოს აკომპანიმენტზე რამდენიმე ნეოპოლიტანური სიმღერა შეასრულა. ყველა გამხიარულდა და ქეიფიც წავიდა. ჟორდანიამ და მისმა მინისტრებმა მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის წევრებს მთელი საქართველო მოატარეს. მისი ზღაპრული ბუნება უჩვენეს. მამა პაპურად გაუმასპინძლდნენ. დიდრული ნადიმები მოუწყვეს. ქართული ლხინით და ლაზათით, სიმღერებითა და ლამაზი გოგო-ბიჭების ცეკვა თამაშით მოხიბლეს, დაათვრეს, შეაქეს და თვალში ნაცარი შეაყარეს. დელეგაციის წევრები მენშევიკების პირფერული სიტყვებით უფრო ითვრებოდნენ, ვიდრე კახური განთქმული ღვინით, წინანდლითა და ნაფარეულით.
მაგრამ მთავრობამ ვერ შეძლო ეჩვენებინა ევროპიდან ჩამოსული სტუმრებისათვის ვერც ერთი ფაბრიკა, ქარხანა, სოფლის მეურნეობა, არც უპატრონოთ მიტოვებული ჭიათურის მაღაროები. სამაგიეროდ ისინი მათ ხალისით უჩვენებდნენ მეფის გვარეულობის წევრთა ყოფილ სასახლეებს, ღვინის სარდაფებს, ბაღებს, თავადთა მამულებს, წინანდალსა და მუხრაანში. დელეგაციის წევრებს შავი ზღვის აგარაკებიც აჩვენეს. საქართველოში ნახულით მოხიბლული სტუმრები ბოლოს ყამწებითა და ხანჯლებით დაასაჩუქრეს. ბათუმში ჩაიყვანეს, გემში ჩასვეს და ხვევნა კოცნით, ცრემლების ღვრით, ეკონომიური და სამხედრო დახმარების თხოვნითა და მუდარით ევროპაში გაისტუმრეს. მალე მეორე ინტერნაციონალის პატრიარქი კარლ კაუცკი ჩამობრძანდა ცოლითურთ ლუიზათი გერმანიიდან საქართველოში. მისი ერთგული და ღირსეული მოწაფის ჟორდანიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. კორნელის არაერთხელ უნახავს 70 წელს მიღწეული, სავსებით გათეთრებული, წვერ ულვაშით მოსილი, ტანმორჩილი და სათვალიანი მოხუცი, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე პრუსიული ჯარისკაცივით გამართული მხნე და ჩქარი ნაბიჯით დადიოდა. ან კიდევ ჯიშიანი ცხენებით შებმულ ლანდოში ჟორდანიას გვერდით იჯდა. თეთრ ბუსავით გაბურძგნილი მოხუცი გაფაფრული წარბების ქვეშ გაშტერებული თვალებით უცქეროდა საქართველოს გაპარტახებულ დედაქალაქს, უვარგის ქარხნებს, ოღრო-ჩოღრო გზებს, ღარიბ და ღატაკ სოფლებს. გერმანიიდან ჩამოსული მოხუცის თვალი ბევრ ნაკლს ამჩნევდა, მაგრამ დუმდა, რადგან საქართველოში განსაკუთრებული მიზნით მოგზაურობდა. მას საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა უნდა განემტკიცებინა. გერმანიაში ჩასulis მერმე კაუცკიმ დაწერა წერილი ერთ სოციალ-დემოკრატიულ გლეხურ რესპუბლიკაზე, რომელშიც ხოტბა შეასხა მენშევიკურ საქართველოს, მაგრამ ბოლოს იძულებული იყო განეცხადებინა სამწუხაროდ საქართველო განუხრელად მიექანება ბოლშევიზმისაკენ. ამას იგი იმიტომ წერდა, რომ დასავლეთ ევროპას საქართველოსათვის დახმარება აღმოეჩინა, მაგრამ მენშევიკების მიერ შექმნილი სახელმწიფოს დაცემას უკვე აღარაფერი აღარ უშველიდა. ეს ესმოდა ახლა არა მარტო საქართველოში არსებულ ყველა ოპოზიციურ პარტიას, არამედ მენშევიკების იმ ნაწილსაც, რომელმაც პარტიის შიგნით ოპოზიციური ფრაქცია სხივი შექმნა. თვითონ ჟორდანიას და მის ჯგუფს არ ჰქონდა მტკიცე აზრი იმაზე, თუ რა გეზი აეღოთ. მას სულ უფრო და უფრო ეუფლებოდა ეჭვი და მერყეობა, მაგრამ მას ფხიზლად უთვალთვალებდა ნოე რამიშვილი. რამიშვილს თავის გავლენის ქვეშ ყავდა მომწყდეული იგი, ერეოდა საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა საკითხში და მის კურსს ასწორებდა. ამ კაცმა თავიდან ამოიღო მარქსისტული იდეების უკანასკნელი ნარჩენები და თანდათან ხდებოდა საქართველოს ნამდვილ მმართველად, დიქტატორად. კარლ კაუცკი და მეორე ინტერნაციონალი შეძლებენ შექმნან ევროპაში საზოგადოებრივი აზრი საქართველოს სასარგებლოდ, მიაღწიონ ჩვენთვის ეკონომიურ და სამხედრო დახმარებას. იმეორებდა ჟორდანია და უკვე თვითონვე აღარ სჯეროდა თავისი ნათქვამისა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის წევრები სამშობლოში ჩასვლისთანავე მთელი არსებით ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ყველა თითქოს საქართველოში წმინდა დემოკრატია ყვავის,
მენშევიკები დღითიდღე კარგავდნენ ხალხში ნდობის უკანასკნელ ნასახს. ახლა უკვე ყველა აშკარად ხედავდა მენშევიკური საქართველოს პოლიტიკის სრულ გაკოტრებას და მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. ამასვე მოითხოვდნენ დამფუძნებელ კრებაში ფედერალისტების, ნაციონალ-დემოკრატებისა და სხვა პარტიების დეპუტატები. ის მთავრობა, რომელმაც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა, უნდა გადადგეს, განაცხადა დამფუძნებელ კრებაში სენატორმა გიორგი დადვაძემ. ვინ უნდა დაიჭიროს მისი ადგილი? დაცინვით ჰკითხა რამიშვილმა. ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ, მიუგო დადვაძემ და განაგრძო. მაგრამ თუ თქვენ ჩვენი აზრის გაგება გსურთ, ინებეთ. მთავრობა შედგენილი უნდა იქნეს გონიერი და წესიერი პირებისაგან. საქართველოს ხალხისადმი გულშემატკივარი ნამდვილი სოციალისტებისაგან და არა პოლიტიკური აფერისტებისაგან. ეროვნული ნიჰილიზმით შეპყრობილი კოსმოპოლიტიკოსებისაგან. დადვაძე იმავე დღეს დააპატიმრეს. ხალხი ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრობდა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას საშუალება არ ჰქონდა შიმშილისა, ჭუჭყისა და უსინათლობისაგან დაეღწია თავი. ყველგან სპეკულაციური ვაჭრობა, მექრთამეობა, უზნეობა, ქურდობა, ბოროტმოქმედება, ყაჩაღობა სუფევდა. სახელმწიფო დაირღვა და დემოკრატიული პრინციპების ნიშანწყალიც კი წაიშალა. პიროვნების თავისუფლება ფიქციად იქცა. თავისუფალი სიტყვის გამო მოქალაქეს ციხეში აგდებდნენ ან ასახლებდნენ. მიუხედავად სასტიკი რეპრესიებისა, არსებული წყობით უკმაყოფილება და კომუნისტების გავლენა მშრომელ მასებზე უფრო გაძლიერდა. პროფესიული კავშირების გამგეობაში არჩევნებზე კომუნისტებმა ხმის უმრავლესობა შეჰკრიბეს. მაშინ მენშევიკებმა სოციალ-ფედერალისტებთან, ნაციონალ-დემოკრატებთან და სხვა პარტიებთან შეჰკრეს ბლოკი და ახალი არჩევნები ჩაატარეს. ასევე მოხდა ბეჭდავთა კავშირის გამგეობის არჩევნებზეც, რომელიც მენშევიკებს თავისად მიაჩნდათ. შენობა, რომელშიაც კრება ტარდებოდა, საგანგებო რაზმის თანამშრომლებით იყო გარშემორტყმული. ისინი მრავლად ესწრებოდნენ კრებასაც. მენშევიკების ორატორები ყოველთვის დემაგოგიას მიმართავდნენ რუსეთის და ბოლშევიკების წინააღმდეგ. ისინი არცერთ ბოლშევიკ ორატორს არ აძლევდნენ სიტყვას, მიუხედავად იმისა, მენშევიკების მიერ სხვა პარტიებთან შეკრულმა ბლოკმა მხოლოდ 1 ხმით მეტი მიიღო, ვიდრე ბოლშევიკებმა. არჩევნების დროს მოხუცმა მუშამ კოტე ჩიხლაძემ, მენშევიკური პარტიის ძველმა წევრმა, ხმა კომუნისტებს მისცა. როდესაც გაოცებულმა ამხანაგებმა ჰკითხეს, ეს რა ჩაიდინეო, მოხუცმა დაკონკილი ქურთუკის ღილები შეიხსნა, კალთები გადასწია, შიშველი ტანი უჩვენა მათ და მიუგო. აი, თქვენი მენშევიკური პროგრამა, უხალათოთ, შიშველი და მშიერი დავიარები.